Παχμელია აქვს ჩვენს მეგობარს და აპატიოთ დღეს და ხვალ უკვე გამოვა პახმელიდან ჩვენ არ გვაქვს პახმელი, იმიტომ რომ ხარისხიანს ვსვავთ. აგერ საუბრობდით სად როგორ გავატარეთ დრო, რა მივირთვით, რა დავლიეთ და სულაც არ მიხსენებია შუა პოზიცია და ეხლა იძულებული ვართ აი ამ კარგი განწყობა ცოტათი გავიფუჭოთ რა. მაგრამ ერთი რამე მინდა საერთაშორისო ამბებით დავიწყო. ერთი საერთაშორისო ამბავი არის ის, რომ ტრამპმა შეხარჩემი ბატონი, რომელიც არ უღებს შეულ წესრიგს, შეუტია ჰარვარდს. შეუწყვიტა დაფინანსება. შენ ეთერში გასვლამდე მიყვებოდი, მე ვერ დავეწიე მაგ ინფორმაციას. შეუწყვიტა დაფინანსება, იმიტომ რომ ჰარვარდის სირცხვილიაო ამერიკისიო, ვინც არიცით ალბათ ძალიან ცოტა ესეთი, ჰარვარდი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგიანი სასწავლო დაწესებულება მსოფლიოში. ჰარვარდი ითვლებოდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ სკოლასთან და პრინსტონთან ერთად, კემბრიჯთან ერთად ითვლება ამერიკის ელიტის სამჭედლოდ. და აქ ძალიან ბევრი პრეზიდენტი, ძალიან ბევრი ვიცე-პრეზიდენტი, მინისტრი თუ ბიზნესმენი. ბოდიში ერთ შევამატებ, დღეს უკვე გადაქცეული არის ნეოლიბერალური აქტივიზმის თავარ და სწორედ ეს თქვა ფუძემდებლურ სივრცეთ. ტრამპმა ეს თქვა და ესეთი ამბავი მართლაც შოკის მომგვრელი, მართლაც ეს ჯდება ელიტების გადახედვის, ძველი ელიტების მიჭირხვის დისკურსში და მეორე ახალი ამბავი ყველა უცხოური გამოცემა ამერიკული Washington Post-ი, Wall Street Journal-ი ამბობს, რომ ზელენსკი უნდა დაითანხმოს ტრამპმა ყურადღება ნატოში არ შესვლაზე, ნუ ეგ იოლია და ყურადღება ყირიმის რუსეთის ოკუპაციის ცნობაზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე. ანუ ყირიმი უნდა ცნოს, რომ რუსულია ზელენსკიმ. ზელენსკი ამას ვერ გააკეთებს ან არ გააკეთებს, თუმცა შეიძლება გააკეთოს, არ ვიცი, ეს კიდევ ერთი ამბავი შეაჭამეს, წააქეზეს მურია, შეაჭამეს დაცვს აი ამ უკრაინის მეფე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯეიდი ვენსის განცხადება, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება უახლოს პერიოდში არ მოხდება, ამერიკა საერთოდ ჩაიხსნება ამ კონფლიქტს, იმიტომ რომ ეს არ არის მათი ომი და მათ აღარ დაინტერესებთ გააგრძელონ ამ მომლაპარაკებლის ფუნქცია ამ კონფლიქტში. ამიტომ ხო ეგ საკითხიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამასობაში გრძელდება ჭინკების აღლუმი, მე დავწერე სტატუსი, რომ რასკლადი დაждდა ესეთი თქო, რომ აქეთ ვართ ადამიანები, ჩვენი ყველა საშინელი და საეზღარი ნაკლიანი ადამიანები, აქეთ კითხავს არის უნაკლო ჭინკები რა და ეს მართლა ეს აღმოჩნდა, იმიტომ რომ აღდგომის დღესაც ჭინკობა არ მოისვინეს. აი ვიღაც გოჩა მირწყულავაა, რომელმაც ასე განსაჯეთ და პატრიარქის ეპისტოლე შეურაცხო. პატრიარქმა ძალიან ღრმა საინტერესო როგორც ყოველთვის ეპისტოლეთი მოგმართა და იქ ღრმა თეოლოგიურ საკითხებზე იყო და იყო ლაპარაკი ყველა მართლმადიდებლისთვის სანუკვარ სასუფეველზე. და ეს დოსტოევსკის ბესი რო გავიხსენოთ და ეს ბესები, ეშმაკნი, ეს ჭინკები სულ თავდაყირა აყენებენ აი ამ თეზას და აი ნახეთ რას ამბობს ვინმე გოჩა მირწყულავა პატრიარქის ეპისტოლეზე. პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ეს არ არის პატრიარქის ეპისტოლე, ეს არის პატრიარქის სახელით გავრცელებული ეპისტოლე, რომელსაც ჩემი დაბეჭდებით აზრით მინდა ვთქვა ეს, რომ მნიშვნელოვანი კორექტირება გაუკეთეს ალბათ ქართულ ოცნებაში. ანუ კიდევ ერთხელ ახსნი, რა შეასახმე პატრიარქის ეპისტოლეში მოწოდება იყოს მშვიდობისკენ, ცხონებისათვის და სასუფეველის დამკვიდრებისთვის, ცხოვრებისკენ და იქ არ იყო რევოლუციური მოწოდებები და აი ამიტომ აი ამ იდიოტმა გადაწყვიტა რომ ქართულ ოცნებაში კორექტირება გაუკეთეს. მე იცი რა გვაქვს ლიბერალები რო განსაკუთრებით გულშემატკივრობენ თუ ხაზს უსვამენ თუ აუცილებლობას ხედავენ რომ სეკულარული იყოს სახელმწიფო და ამავდროულად პატრიარქისგან, საპატრიარქოსგან, სასულიერო პირებისგან, კანონიკისგან რომ მოითხოვენ რომ თან პოლიტიკურ განცხადებებს, რევოლუციურ მოწოდებებს, მხარის დაჭერას და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ეს ფორმულას ეთერი ვაჩვენეთ ჩვენ და ფორმულას თვის როგორც არავის ამ ქვეყანაში ისე მეც არ მიყურებია შესაბამისად მე ტევე პირველზე ვნახე. რომ ყველა საინფორმაციო გამოშვებაში ნარატივი ჰქონდათ აგებული იმაზე რომ პატრიარქმა
გაავრცელა ქოცური პროპაგანდა. ხო, TV პირველზე აღდგომის დღეს აი ესე დაუფარავად სრული სინაგლით ჟურნალისტები თუ რაღაც მიწვეული არასებული ტიპები საუბრობდნენ იმაზე, რომ პატრიარქი როგორ ჩაება ქართული სასარგებლო პროპაგანდაში საღდგომო ეპისტოლეს სახით. ანუ მასშტაბს ხო ხვდები რა დავარქვა რომ სიტყვა არ მოგივა ცენზურის დარღვევის გარეშე. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ეპისტოლეში მოწოდება იყო სასუფევლის დამკვიდრებისკენ, იყო მოწოდება ზუსტად ისეთი, როგორც უნდა გააკეთოს მართლმადიდებლური ეკლესიის და ხაზგასმული იყო ის მრავალი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო და მართლმადიდებლური საქართველო. დიახ, და რომელიც ვიცით, ისედაც ეს ცნობილი პრობლემებია და უკვე შეთქმულების თეორია კი არ არის ვინმეს, უკვე ზედაპირზე ამოდის ეს პრობლემები და თურმე იქ არ იყო, ანუ რა უნდა დაეწერა ღმერთმა პატია არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, უნდა ეთქვა უწმინდეს, ნუ ეს სიგიჟია ბუნებრივია. ანუ სადაც ეს მთელი ნეოლიბერალური მედიები და ნაცმედიები ყოველ არჩევნების დღეს იმის მონიტორინგს აკეთებენ პატრიარქმა გაიარა თუ არა მარკირება. ანუ მე მგონი მაგის მე არაფერი აღარ გვიყვარს, ხო? რა თქმა უნდა. მოდი ჩვენ გავუშვათ აი კახა კინწურაშვილი, რომელიც ერთ-ერთი მსახიობი, რომელიც საუბრობს თეატრზე რევოლუციონერი. ჩვენ უბრალოდ არ შევეგუებით უსამართლობას, აქ ვადაღებული საუბარია ხოლმე რომ ადრე თითქოს სად ვიყავით, მაგრამ ადრეც იქ ვიყავით, სადაც საჭირო იყო, ადრეც ვლაპარაკობდით უსამართლობაზე, ეს იყო 7 ნოემბერი თუ ასე შემდეგ, იქ ვიყავით პირადად მეც და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და ასე რომ ამ ფაქტების რაღაცნაირი რაღაცა გადატრიალება არ მგონია რომ სწორი იყოს და ამაზე რაღაცა დროა დასახარჯე. ერთადერთი არის ის რომ ეს პროფესია და ზოგადად ხელოვნება ემსახურება თანაგრძნობას და თუ ჩვენ არ თანაუგრძენით ჩვენს ახლობელს, ჩვენს მეგობარს, ჩვენს კოლეგას, მაშინ რა ფასი აქვს ზოგადად ამ პროფესიაში ყოფნა. ხელოვნების გაგება. ცოტა ძალიან საინტერესოა აი ამ გაუნათლებელ ხალხს, რომლებიც დღეს მსახიობად გვევლინებიან. ზოგადად ცოტა გამხელიჯობს და ბევრი მსახიობი არ მიმაჩნია, რბილად რომ თქვა, განათლებულ ადამიანად. აქ კარაბას ბარაბასის პოზიციაზე შეიძლება ვიდგეთ თან მithumetes თანამედროვე მსახიობები, რომელთაც ეზარებათ წიგნების წაკითხვა და ნუ შენ მათნაირებს ამბობ. ხო, უმეტესობა რომლებიც გამოდის ახლა და ლიბერალობს, ხო? არც მსახიობები არიან კარგი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა და დღეს რო ლიბერალობ უკვე ინტელექტის დეფიციტს აქვს საქმე. მათ აქვს საკუთარი აზრი ხელოვნებას. მაგალითად, ხელოვნება არის, რა თქმა უნდა, როგორც მათ მიაჩნიათ, ეს არის ღვთის მიერ ბოძებული ნიჭის მეშვეობით, თუნდაც გამოხატოს ძალიან მწვავე, სოციალურად ძალიან მწვავე პოზიციები, მაგრამ მსახიობი როცა სცენაზე კი არ გამოდის და დავუშვათ ხელისუფლებას კი არ დასცინის, რაც გასაგებია, მისაღები არ არის, მაგრამ ეს მისი პროფესია და შეუძლია ვიღაცამ დადგას ძალიან მწვავე საკრიტიკო სპექტაკლი. დამას არავინ არ დაუშლის. ფულსაც კი გადაუხდიან, მაგრამ დაუდგამთ და არავის არ დაუშლია. როცა შენ უშუალოდ ერთვები რევოლუცია. აი, როცა ქვას ისური, აი ეგ არის. სახელმწიფოს ფულით რო აკეთებ ამას. მან გება პრობლემა. აი ის როცა ქვას, მოტოვის კოქტეილს ქვას ისური, როცა აზიანებ კამერას, როცა პოლიციას ეჯაჯგურები. მაშინ შენ მსახიობი აღარ ახარ უბრალოდ. მაშინ შენ ღმერთმა თუ მოგცა იმ ნიჭის შეურაცხყოფელი ხარ, იმიტომ რომ შენ თუ გინდა ხელისუფლების შეცვლა, დაუშვათ, მოდით იმათ ხალხში აღმოჩნდეთ. შენ გაქვს ეს ნიჭი, შენ გაქვს ეს სცენა, აუდიტორია და შენ შეგიძლია საზოგადოებრივ განწყობაზე იმოქმედო. შენ შეგიძლია გააკეთო ისეთი რამ, ამის დედავატირე მართლა რა. კიდევ ერთხელ რობერტ სტურმან დადგა ყვარყვარე თუთაბერი, რომელშიც დასცინა შევარნაძეს. ესე იყო კალახში ჭორა და ქუხდა ეგ სპექტაკლი, ქუხდა. თუ ალეგორიული ეზოპესენით რაღაცები თქვა. ბაკულას ღორები და ძალიან ბევრი იყო. ხო და აბა გააკეთეთ, ინგიშლით. და როცა ქვას ისური, აღარ არის მსახიობი და ხელოვანი. უღრე ამათ უყვართ ხოლმე ხსენება ტერმინის, რომ კულტურის პოლიტიკა არ არსებობს. ოღონდ კულტურის პოლიტიკა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული აქვს ქართულ ოცნებას. სახელმწიფოს შესაბამისად, უბრალოდ ამათ კულტურის პოლიტიკა გონიათ
პოლიტიზირებული კულტურა. კულტურა, რომელიც არის აქტივიზმი. კულტურა, რომელიც არის კულტურაში გასვლა. ხო, და მაგას გეუბნები, კაცო. ანუ ესენი არიან იმ დონის ინფანტილური გონის არსებები, რომლებიც კულტურის პოლიტიკას და პოლიტიზირებულ კულტურას ურევენ ერთმანეთში. და ანუ აი ეს გადაღებულება ხო ის რომელიც მიშას პერიოდში იყო რომ პირიქით კულტურა და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და არ შეიძლება ეს დაკავშირდეს ერთმანეთთან და ცალ-ცალკე არის და მაგიტო დადიოდა ნინო ქათამაძე რუსეთში და მაგიტო დადიოდა სხვა ის ხალხი ვინც დღეს ამ აქციებზე დგას რუსეთში და არ იყო პრობლემა და დღეს გახდა პრობლემა და მეორე საინტერესო რაღაც თქვა ამ ყმაწვილმა რომ ვიღაც 7 ნოემბერს ვიღაც მეგობრები იქ იდგნენო და შეიძლება კი რაღაცა დროის რაღაც მონაკვეთში სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რაღაცა სწორ როგორც ამათ უყართ თქმა ისტორიის სწორ მხარეს აღმოჩნდა მაგრამ დღეს რო აბსოლუტური ან სასარგებლო იდიოტის როლში ხარ ან დაფინანსებული მიზანმართული იდიოტის როლში ხარ ის არ აპრავებს არც ერთ შემთხვევაში იმას რომ შენ 2007 წლის მიშას სასტიკ დარბევების დროს და იმედის დარბევის და მისაკუთრების დროს იქ ეგ გააპროტესტე რა ვაფშე არ არის საერთოდ არანაირ პრობლემებს მაგაზე რა კიდევ ერთი ტყუილი როგორც ლიბერალებს შევიათ უვიც ლიბერალებს უთინო გაუნათობელ ლიბერალებს მათ მიაჩნიათ რომ ხელოვანი არის ადამიანი რომელიც მხოლოდ თავისუფლებისთვის იხდვის რომ ხელოვანის თავარი იარაღი ეს არის დამოუკიდებლობა სახელმწიფო თუ სხვა სახის კონიუნქტურისაგან რაც არის აბსოლუტური სიგიჟე ხელოვნება პირდაპირ გეტყვით როგორც სახვითი ისე მუსიკალური ხელოვნება იყო ძლიერ თამაქვეყნისა და გართობის და დაფინანსების არ არსებობს არაიდეოლოგიზირებული ხელოვნება და ჩვენ ვიცით რომ მართველები ფულს იხდიდნენ იმაში რომ შედევრები შეექმნათ და დღესაც ესია თუ თქვენ ჰოლივუდის რომელიმე ფილმს მაჩვენებთ სადაც იდეოლოგია არ არის დევიდ ლინჩის ფილმებში შეიძლება ესეთი იყოს რომ დევიდ ლინჩის ფილმებში არის იდეოლოგია არის მაგრამ ეს სახელმწიფო და სამთავრობო და სხვა იდეოლოგია არ არის ნუ ეს ძალიან სამთავრო ფილმი კინოა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ხელოვნება ყოველთვის იყო და მით უმეტეს დღეს რომელიც ინვესტიციებს ითხოვს დღეს ხელოვნება ყოველთვის იყო სახელმწიფოს და სპონსორების გავლენის შედეგად შექმნილი შედევრები. ყველა ხელოვნება არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. ხელოვნების ყველა ნიმუში არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. ზოგი არის ეს ჩაფიქრებული ასეთად, ზოგი არის ინტერპრეტირებული ასეთად. ანუ არ არსებობს ხელოვნება, რომელსაც შენ ვერ გამოიყენებ ან იდეოლოგიის ინსტრუმენტად, ან პოლიტიკურ ინსტრუმენტად. შესაბამისად, როდესაც შენ ხარ ხელოვანი, რეალური, როდესაც ქმნადობაზე გაქვს პრეტენზია, როდესაც რაღაც აზრის ფორმირებაზე, საზოგადოებაზე, რაღაც რეფლექსიის, საზოგადოებას აძლევ რეფლექსიის უნარს და ასე შემდეგ. შენ ყველა ვარიანტში რაღაც იდეის პროპაგანდირება. და ვიღაცის აგენტი შეიძლება გახდე. მაგალითად, შოლოხოვს მისცეს წყნარი დონისთვის ნობელის პრემია. აი ესე მოხდა, მეგობრებო, ძალიან უსტანროდ საბჭოთა მწერალს მისცეს, მაგრამ მაშინ სხვა საბჭოთა კავშირთან დაახლოების დრო იყო, საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის დრო და ნობელის პრემია მისცეს, მაგრამ შემდეგ მისცეს ქალია ბელორუსი, რომელიც ნაწარმოები ვერც კი წარმომიდგენია, როგორც შეიძლება ნობელის კი არა, რაიმე პრემია აიღოს, იმიტომ რომ კონიუნქტურა იყო ისეთი, იმიტომ რომ დიქტატორის გამოექცაო და დიქტატორის ქვეშ დაწერაო. ანუ ხელოვნება ყოველთვის არის კონიუნქტურული, თითქმის ყოველთვის. არ ვიცი, არსებობს სხვა ხელოვნება, რომელიც კონიუნქტურის იდიოტებისთვის კი. კი ბატონო. კარგი, მოდი გავუშვათ კახა გოგიზე, ეგ ძალიან საინტერესო ადამიანია. აქ მე ვხედავ დოის. დოი არ გავუშვათ. რატომ მიბლოკავთ? როგორ გონიათ ეხლა დათო დოიას მიარგება? თავის აი ამ პროფესიას ცხოვრების წეს გადადებს და წავა პოლიტიკაში არ წავა. მეც როდესაც რაღაცა სურვილი კი არა, უბრალოდ სხვა გზა რო აი სხვერეთლზე წავედი. დამცველზე წავედი. იყო ჩემთვის რომ რაღაცა იმიტომ რომ ხედავდი რა ხდებოდა და ხედავ რა ხდება. დამცველზე წავედი. ნუ აღარ არის Netflix-ის ფილმებში აღარ არის. ხო, ბიჭო, ეს ხო ბოლო დროს ხო ეს ხო Black Mirror-ის რეჟისორი იყო და ამ სეზონში აღარ არის. ბაზარი არა, კი. ანუ ხო, გაწირა თავისი კარიერა, საერთაშორისო დონის კარიერა გაწირა ამანდა დოიმ და მოკლედ დარჩნენ ქვეყნის გადარჩენის ძლიერი მისიის ამარა რა. მაგრამ აი მე მაინც ვფიქრობ, რომ აი დოის გათავისუფლება იქნება ის გარტამტეხი მომენტი, რომელიც გამოაშკარავებს ყველაფერს რა საქართველოში. შენ არ გონია რომ ესაა წყალგამყოფი? აი გიორგი თავარდილაძე საუბრობს ამას.
ვინა გიორგი კოცხროვაზე. გიორგი თავგილაძე არის ყველაზე მაგარი რეჟისორი მსოფლიოში, გაუშვით? ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დავით დოიაშვილი დღეს კოცხროვიდან ვერავინ გამორიცხულია, იმიტომ რომ დღეს ვინც ქართულ ოცნებას ან რუსულ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ვერ იქნება ხელოვანი. ის შეიძლება იყოს ხელოსანი, ის ვერ იქნება. Oh shit. #deep. ანუ ამ ტიპზე კიდე ერთხელ უნდა მოვყვე კალამბურია. კი, წინა გადაცემაში, ერთ-ერთ წინა გადაცემაში მოვყვევი. კი, ქუჩაში შემხვდა, ანუ ერთხელ ქუჩაში შემხვდა მთელი ეს ბოიკოტის სასტავი. ესენი. ეს კინოცენტრო ბოიკოტს. კინოცენტრო ანუ კინოცენტრში მე ახალი მისული ვარ, ბოიკოტი ახალი დაწყებული, ესენი შემხვდნენ რა, მოდის ეს შანტრაპა და ამას არ ვიცნობ. ანუ ვიცი ამ რა ქვია, მედია ისტერიებიდან. მოვიდა ეს რა და მეო არცო უზრდელი წინადადებებით გამოვირჩევიო, არაფერიო უზრდელური არ მithქვამსო, არასოდესო, არავის მისამართითო, მე უბრალოდ კინო მიყვარსო. და ერთადერთი მინდაო, რომ უბრალოდ გავერკო რა ხდებაო და დაგელაპარაკო. მერე? მე გაგახარებს. გაგახარებს მეთქი ხომ ერთხელ 10 საათზე მოდი მე კინოცენტრში და დავულაპარაკო. როგორ შენ არ მოსუხარ 10 საათზე კინოცენტრში მეორე დღეს ისე შენ სადისტი ხარ, 10 საათზე არ შეიძლება ხელოვანის დაბარება. ხო. ხელოვანს აქვს ბუა ბუს ცხოვრების წესი. შენ ვერაგი ხარ უბრალოდ რა. და კოცხროვა ნაციონალები ესენი. დავიწყოთ ახლა ნაციონალებს, გნაცებს რო უწოდით, უწოდებთ ნაციონალებს და ასე შემდეგ. კი ბატონო. კაი, ეხლა ჩვენ გავუშვათ სა ბაბუაძე. ეს მათ საქართველოში მშვიდობიანი მშვიდობისთვის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებისთვის ეს არის მთავარი გიფორტორე. ომის შიში რომ ამ პოლიტიკურ ვითარებაში არის სრულიად ნორმალური, ეს ჩემთვის გასაგებია. გააჩერდ ეს იდიოტია. ახალი ამბავი. ამერიკა აღმოაჩინა. მე გეტყვი ხა მაგარ ანეკდოტს. იდიოტია. მაგარ ანეკდოტს რომ გამარჯობათო ცირკის დირექტორთან გაისმა ზაირე. გამარჯობათო და გამარჯობათო თქვენი გელაპარაკებათო და შეიძლება რომ ცირკში მოვიდეო და გამოვიდეო და რა შეგიძლიათ ცხენი ვარ და გელაპარაკები და დედაფეთქებულო მეტი რა შემიძლია ანუ რა გააკეთეს მათ მშვიდობისთვის მშვიდობაა ანუ ხტები რა შეასაქმე რა გააკეთეს მშვიდობისთვისო და ფაქტის სახეზეა მშვიდობაა ქართული ოცნების მმართველობის განმავლობაში არც ერთი ღვთისმადლით არც ერთი და არც ექნება ღვთისმადლით ძალიან მარტივი ინციდენტი არ მოხდა განსაკუთრებული იდიოტების შეგვიძლია დავმარცხლოთ იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის ჩვენს რეგიონში ჩვენი რეგიონი არის დღემდე ცეცხლის ალში რაღაც პერიოდში განსაკუთრებით იყო ეს არ არის გამორჩეული ცოტა ჩანელდა ღმერთმა არის ის რა იქნება მომავალში ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ იარა ისე, რომ ჩვენ არ შეგვხებია რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომები არაფერზე, არც ეკონომიკაზე, არც ცხოვრების სტილზე, რა ვიცი, არც რა კულტურაზე, როგორც ამათ უყვართ უწოდოთ, არც სოციუმზე, სანერვიულოც კი არ გაგუჩენია, გესმის? გახსოვს, ანუ მე ჩამოვასწარი, პირდაპირ მნიშვნელობით ჩამოვასწარი ისრაელიდან ჩამოვასწარი, იმიტომ რომ რომელ ფესტივალზეც ვიყავი, იმ ფესტივალის ქალაქში განხორციელდა ეგ თავდასხმა. 3 დღით გამოვასწარი, იმიტომ რომ მაგ პერიოდში იქნა ყოფილიყო, просто ადრე გადავწყვიტე რომ ჩამოსულიყო. და მაშინ ის კონდა რა ქვია, სტატუსი დავწერე მე რომ ანუ მეთქი დღეს მე მაგ თქო რა, ფუფუნება რომ შემიძლია რაღაც შემშვილი კიროვის ბაღში გავასწრენ, თქო ჯერ იმაზე ატეხეს. ისტორიკა კიროვის ბაღს როგორ ახსენებს ეს აი პრორუსი თუ არ არის კიროვის ბაღს როგორ ეძახის ბაღს. ვერის ბაღი. მაგრამ უყურე ამბავი რა იყო რომ ანუ ის რომ მე გამიჩნდა განცდა რომ ცხოვრობ ქვეყანაში სადაც არ მაქვს იმის შიში რომ როგორც ლომჯარიას და ამთელ ხროვას როგორც წეგანი ვაჟბატონმა ამათ უნდოდათ რომ ბომბები ჩამოცვენილიყო და მე რომ ეს სანერვიულო ბევრ სხვა სანერვიულო ყველას გვაქვს სანერვიულო აი ეგ ეგზისტენციური სანერვიულო რო არ მაქვს და მაგის მადლიერ რო ვიყავი ამაზე ატეხეს ბიჭო ამათმა ისტერიკა თუმცა ეს მოდი პირდაპირ თქვა ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას
უჯდებათ ფასი. რასაკვირველია. სანქციები, რა თქმა უნდა. რაღაც ზეწოლა, დემარშები, აი ფასი ხდის ხელისუფლება ამაში. რეალურად და ვაჟკაცურად უძლებს მე ესე კი ბატონო, და ამბავი რა არის, რომ ანუ ის რომ საქართველო არ ჩაება ომში ხოდა აი ეს მარტო ეს მოცემულობა ეს ყველაზე ალბათ სწორი და კეთილშობილური და ზოგად საკაცობრიო მოცემულობა ამათთვის არის დასაძრახი და რუსული საქმე გესმის ანუ უყურე მაგალითად ერთ-ერთი მთავარი საკრიტიკებელი და სალანძღავი რა იყო, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, იყო ის, რომ საქართველოს საკმარისად არ დაეხმარა უკრაინას. და ამაში რა იგულისხმებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ჰუმანიტარული დახმარება გავგზავნეთ იმდენი ერთსულ მოსახლეზე, ყველაზე პირველები ვიყავით, ხო? რეალურად ჩვენ გთხოვნა რომ რატო არ გავგზავნოთ ჯარი, რატო არ მივეცით საბრძოლო ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რაც პირდაპირ პროპორციული იქნებოდა შემდეგ რუსეთის მხრიდან თავდასხმის რა და აი მარტო ამის გამო მთელი აქციების წება დაიწყეს და ნარატივი მაგაზე ააგეს, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება. ამათმა არ გვაომეს რუსებთან და ამიტომ არიან რუსები. აი ამ იდიოტობაში მოგვიწია ცხოვრება. ვიღაცები იძახიან, მაგრამ აი სისულელე არ არის ჩვენ ვიძახით რომ ქართულმა ოცნებამ უზრუნველყო მშვიდობა 2022 წლიდან დღემდე და უზრუნველყოფს და რა გააკეთეს რომ მშვიდობისთვის არაფერი არ გააკეთეს უზრუნველყვეს შესამსო ყველაფერი გააკეთეს ხო ანუ რას ნიშნავს აი უბრალოდ არ არის ომი მათი დამსახურების მოდი ახლა ნიკამელია გაუშვათ ხაბეიშვილი გავუშვათ. თეატრალები მოვიშორეთ უკვე. არ გვინდა ყველაფერი ლაპარაკი აი უნიჭოები აღარ შემიძლია რა. ხაბეიშვილი თუ შეიძლება. ყველა ეთერში ვთქვი რომ ხელი ჩამოვართოთ ერთმანეთს ძმაო ცოტა გადადეთ პირადი რაღაცეები გადავდოთ მე მაგალითად პირობითად იმას კი რომ წინ მე გავისწრებდი თქვენთადი ძმაო წინ უკან გამოყვებით მიბძოლია კიდეც არც უკან დამხევი არ ვარ არც რა ვიცი ეს ერთად უნდა გავაკეთოთ ოღონდ ეხლა ვიღაცა ინიციატივას ვეძოთ მედი ძმაო და გავაკეთე ეს არ არის ეს სამშობლოს დასაცავად ესე ადამიანები არ ლაპარაკობენ უნდა ვიდათ ყველა ერთად ხო ნუ აქ ნუ ეს ბევრჯერ გველაპარაკია ამ პიტაკანტროფზე მაგრამ მე ბოლო პერიოდში ხა ეს არ არის ეგვიდეო მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მაღიზიანებს იმიტომ რომ ამას აქვს ეს ცდილობს შექმნას ილუზია რომ აი მობლატავე ბიჭია რა არა ძმაოები ხო შეგიმჩნევია ეგ რა ანუ ამ ბოლო პერიოდში რაც ეს ვარჯიშის ვიდეოები გამოდო ამან გადაწყვიტა რომ შეუძლია რომ ბლატაობის ენით ილაპარაკოს ვარჯიშის ვიდეოების მერე ჩვენ ნახეთ სამწუხარო ინციდენტი ნუ რავი ქართულ პოლიტიკაში ამაზე ჩმორი იშვიათი მოსაძებნი არის ხო ჩვენ ნახეთ ვარჯიშის ვიდეოების შემდეგ რომ არ უშველა კრავავი სპორტის არც მანამდე არც მერე და კრავავი იაჟეპიანი ანიჩივონი ვიშო ვანდამის ცნობილი ფილმი შპაკაჩი სანამ ხაბე შპაკაჩი სანამ არ ჩარჯდები იქამდე შენ ეგრე ბლატაობა არ გეკადრება შპაკაჩის ვიდეო დადე TikTok-ზე როკის საუნდტრეკის ფონზე Eye of Tiger და მე დაგიწერებ ესეთი იუმორი მინდა შევხვდეთ რომ თილად არ უბიძგო არ გაიხეს ნაკერა აი დაახლოებით ესეთი რა ტიპიც არის იუმორი მინდა შევთავაზო გრიგოლ გეგელია მეგობრო ყველაფერს აკეთებ იმისთვის სული ამოხადო მართლა და ან გაგვაქციონ ან ჯივით არ გამაძეზე ამბობს ანუ გააქციონ და დააქციონ ეს რომელია გაქცეული თუ დაქცეული გააჩერეთ თუ ეს რომელია გაქცეულია თუ დაქცეული მაგალითად მე ორივეს ვიესალდები ჯერ რომ დაგაქციონ შენ და მე გაგაქციონ ამ პირიქით ჯერ რომ გაგაქციონ და მე დაგაქციონ სინამდვილეში ძალიან ჭკვიანად უთხრა ბიძინა ივანიშვილმა რომ კედელს ნუ ენარცხებითო და რა ვიცი აბა უყვართ თავით კედელზე დატაკება ყველა ეუბნება რომ პარლამენტის ბოიკოტი და შემდეგ რომ დაპაშოლდნენ პარლამენტიდან ამის გამო არ იყო კარგი საქციელი თვითონაც ხვდებიან ეხლა თავარი კითხვა რა არის მეგობრებო იცით თავარი არის შემდეგი კითხვა მიიღებენ თუ არა რამდენი 5 თვე დარჩა ხო მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ხო სექტემბერი 5 თვე 5 თვეში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ეს არის თავარი კითხვა ისეც წააგებენ და ასე ხო წააგებენ და წააგებენ არა ჩვენ ტაგებამოგების ამბავი გვერდზე გადავდოთ მოიგებენ დაუშვათ ხო მაგაზე გააკეთა კომენტარი მამუკამ დინარაძემ ერთ-ერთ ბრიფინგზე და თქვა რომ და ძალიან სწორად იმიტომ რომ მეორე დღეს გიგი უგულოვ დაამტკიცა მამუკამ დინარაძემ თქვა რომ როგორ დავალებასაც მიიღებენ იმის მიხედვით იმოქმედებენ დავალება მიღებული მეორე
მეორე დღეს ზუსტად მეორე დღეს დაბარებული ვით გიგი უგულავა გამოვიდა და თქვა რომ გარედან როგორი რეაქციები იქნება იმის მიხედვით გადავწყვეტთ. მე ისიც თქვა რომ მე მგონი ხუხაშვილმა თუ ვიღაცამ თქვა ესე თქვა. ხუხაშვილმა თუ თქვა ხელებსეუმაში. ამ ხელების ბავშვო. ხუხამ თუ თქვა რაზეა ბაზარი. ესეთმა არსებამ თქვა რომ ასე თუ გაგრძელდაო მოგვიწევს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ანუ როგორც სასჯელი განიხილა რა. რა დღეში არიან ბიჭო? სალომე სამადაშვილი. როგორი რეპრესიების სვერპლია? სალომე სამადაშვილი. ჩათვს გაუგებარია, ანუ აღმაშფოთებელი, გამოსაფხიზლებელი და იმის სათქმელი, რომ მე არ დავიძინებ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველოს მოქალაქისთვის საკმარისზე მეტი მოხდა. ანუ არ უნდა ეს რაღაცია არ დავიძინებ. ეს იძინებს თვითონ სალომე, ან ვინმე? რომელი იყო შენს ყველაზე კრეატიული ესეც სლოგანი, ანუ სალომემ გააძრო ალბათ ეს რეალოს პოზიცია, რომ მე არ დავიძინებ სანამ გახსოვს მაგალითად გვარამიას ჰქონდა რომ შეჭამე ციცაკად და იყავი პატრიოტი სალომეს არჩევნების დროს, სალომე ვაშაძის არჩევნების დროს. აი ეგეთი ისეთ სახასიათო სლოგანი რომელმაც შეცვალა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელი გახსენდება? ნუ ეხა ესეთ სლოგანი არ არის, მაგრამ ქმედება ბევრი იყო ესეთი. საერთოდ რაშიც არ უნდა რაშიც ვერ ეტყვი საყვედურს ოპოზიციას ეს არის იდიოტური ძალიან პათეტიური და უნიჭო სლოგანები და ჟესტები. შენ თუ ნახე? აი მაგალითად ერთ-ერთი ასეთი ძალიან ცნობილი ჟესტი იყო როცა მელიამ მოიხსნა სამაჯური და მრავალათასიან მისი აზრით ბრბოში ისროლა და შემდეგ ალამუთის ციხეში გასკვანჩეს კი ბატონო. ესეთი ჟესტებისგან შედგებოდა, მაგრამ ესეთი ჟესტებიდან მათი მომხრეებიც კი დაიღალნენ. ანუ ეხლა პროტესტი გაიყინა. ანუ როდესაც ისინი წამოვიდნენ იქიდან აქვე ალგეთი კი არა, იქით რო არ ქალაქი. რაღაც მინიშნება მომეცი. აჭრეთის ბიჭო ბოლნისი და დვანისი მეთოჩე. ალგეთი გამახსენდა. დმანისიდან რო წამოვიდა 50 აქტივისტი, ლურჯთმიანი აქტივისტი და წევს მაზაღლებმა რომ ინფარქტი მიიღეს, ესეთი რამე არ ენახა. ეს იყო რამდენი ხნის წინ, ერთი თვის წინ დაახლოებით, ხო? მას მერე ყველანაირი აქტივობა უკვე საკუთარ თავს იმეორებს, არა და კრეატივის ნიშნები იყო, გასვოს მარშები რო იყო, ეს ძალიან სწრაფად დაგვავისდა ჩვენ. ტატუიროვშიკების მარშები, ფილოსოფოსების მარშები, ველოსიპედებისტების მარშები, ანალიტიკოსების მარშები, ფრანკოფონიის სპეციალისტების მარშები, ეს ყველაფერი კაცო ერთი წუთით რა. ეს ყველაფერი იყო ტატუ მასტერების მარში იყო რა. აიტიშნიკების მარში, რომელიც არ იყო ქუჩაში, არამედ იყო ფოტოთი. კომპიუტერზე დაკიდეს ვიფიცებიო. კი ბატონო, ეს მარშები იყო. და რაღაცა კრეატივის გახსოვს რომ დებდნენ ანონსებს. რაღაცა კრეატივის იდიოტური რა თქმა უნდა. კრეატივის ტურნეა გალავა ნაგამ პაგოიანი და დღეს ასაც უყურებ. არის დაახლოებით 20-30 კაცი, რომელიც ყვირის რომ მაინც გადავკეტეთ და არანაირი კრეატივი არ არის. ზეროს. ამიტომ რაც ქონდა მაგრამ უყურე რომ სიყოს კრეატივი ანუ როგორ შეიძლება შეფასდეს ის ადამიანი ვინც დღემდე ოპოზიციის სიტყვას იჯერებს. ანუ მე მყავს მაგალითად ძმაკაცი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია დებს პირობას, რომ აღარ დალევს. მაგრამ არასოდეს არასრულებს. მაგრამ ანუ ხო უკვე იცი რა, რომ ანუ მიჩვეული ხარ რა, პრაქტიკა არის შენი და ემპირიული გამოცდილება რა, რომ ანუ ამის სიტყვას აზრი არ აქვს, ფასი არ აქვს, აღარ გამოდის, ნუ კაი, ხო, მე რამდენად უნდა ხნას. აი დღეს რო კიდე ოპოზიციისადმი ნდობა გაქვს, იმის სიტყვას აფასებ და ასე შემდეგ. პრობლემაც ეგ არის, ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია არ ყავს. არა, კაცო, მოიცა კაცო. კონკრეტული მიკროსოციუმები არის, ვინც თulis, ამათ უნდა ჩაბარდოს ხელისუფლება. აი, თელი პრობლემა რაშია? ის მიკროსოციუმები ქართული ოცნების მოწინააღმდეგეებად დარჩებიან, ის მართლაც მიკროსოციუმები, მაგრამ მათ არ ყავთ თავიანთი ნების გამომხატველი საჯარო პოლიტიკაში, არ ყავთ. აი პრობლემა ეს არის, რომ არიან რა თქმა უნდა ადამიანები. კაცო ეს 10%-მდე აიღეს ამ პარტიებმა ხო რეალურად. ეხლა კი, ეხლა არჩევნების მერე მათ თქვეს ჩვენ არ შევართ პარლამენტში და ვიწყებთ რევოლუციას. მოსახლეობის უდიდეს მომრავლესობა უთხრა თქვენ სულელები ხო რა ხართ და არ გაყვა ქუჩაში. ვინც გაყვნენ და იყო რაოდენობა ყოველ დღე აკლდებოდა. და დღეს უკვე გადაეწურათ იმედი. ანუ შეიძლება ვიღაცა და
ბევრი ადამიანი არსად არ დაკარგულა ეს საპროტესტო ელექტორატი, მაგრამ ამათ რო უყურებს, არიან მართლა სასოწარკვეთაში, იმიტომ რომ უნდათ სხვა ძალა პოლიტიკაში, უნდათ სხვანაირი პარტიები და შერჩათ ეს ბებერი თაღლითები, გრიგოლ გეგელია, ეს პიტე კანტროფი, მიშა, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოთვალო. ავადყოფი მართლა აი ყოველად გათაქსირებული ხალხი ეს როგორც დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს ხვალ შეხვდებით, უკვე გურიც ჩვენთან ერთად ხვალამდე ნახვამდის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.